მოგესალმებით, ჩემო კარგებო. მოგიკითხავთ თვითონ თქვენგანს დიდი სიყვარულით. მე გადავწყვიტე თქვენი მოთხოვნით და თხოვნით გავაკეთო საჯარო გაშლა ჩაფიქრებული ადამიანის ფიქრები, გრძნობები და მოქმედება. უახლოეს ერთ თვეში რა იქნება. დრო რომ არ დავკარგო, მე დავალაგე არკანები და გაშლა იქნება სამ ვარიანტად. პირველი ვარიანტი იქნება ლაბრადორიტის ქვა, მეორე იქნება ამეთვისტო და მესამე მგონი არ ჩანს, ხო? ცოტა გავწევ არკანებს, რომ გამოჩნდეს მესამეც. მესამე იყოს მალაქიტი. ლაბრადორიტის ულამაზესი ქვა, მეორე იქნება ამეთვისტო და მესამე მალაქიტის მწვანე მინერალი. მაშასე კონცენტრირდით, დახუჭეთ თვალები, რომელი ქვაც მიგიზიდავთ, ის იქნება თქვენი ვარიანტი და პირველი, ვინც ჩავიფიქრეთ ლაბრადორიტი. ეს ულამაზესი ლაბრადორიტის გული. ნახოთ, ახლა რა ენერგიებში ხართ თქვენ? რაღაც დაბნეული ხართ, თითქოს ილუზიებში ხართ, მეგობრებო, და გაქვთ შიშები აი ამ ყველაფერთან დაკავშირებით, გაურკვეველი სიტუაცია, არ იცით არჩევანი საით მიმართოთ, როგორ გამოხვიდეთ აი ამ ლაბირინთიდან, სადაც ახლა იმყოფებით და ხართ სწორედ იმ პოზიციაში, როდესაც არ იცით რომელი გზა არის სწორე და საით მიმართოთ თქვენი ენერგიები. დაბნეული ხართ და ეძებთ გამოსავალს და აქ შეიძლება ცოტა ილუზორულ მდგომარეობაშიც კი იმყოფებოდეთ, თითქოს ეიფორიაში ხართ და არ იცით სწორე რა არის და რა არა. ნახოთ ახლა თქვენ ჩაფიქრებული ადამიანის ფიქრები. ეს ადამიანი ახლა ვერ გეტყვით, რომ ცუდ ენერგიებშია და გეტყვით, რომ აი ამ ურთიერთობაში ეს ადამიანი თავის კეთილდღეობაზე ფიქრობს. რა ურთიერთობაშიც არ უნდა იყოთ, ეს ადამიანი მიმართულია იქით, რომ თვითონ იგრძნოს თავი კარგად, კომფორტულად აი ამ ურთიერთობაში. თქვენზე ფიქრობს ეს ადამიანი, რომ თქვენც არ ხართ ცუდად, შეიძლება ამ ადამიანისთვის თქვენ ხართ ის სინათლის სხივი, რომელიც აი ამ კომფორტულ მდგომარეობას უქმნით. თქვენ ხართ თვითკმარი ადამიანი, ქალი, რომელიც ორიენტირებულია თავის კომფორტზე, სილამაზეზე, თავის კეთილდღეობაზე, ანათებთ, ბრწყინავთ და დაკავებული ხართ თქვენი კეთილდღეობით. ასე ფიქრობს, მე კი არ გიმტკიცებთ ამას. ასე ფიქრობს ეს ადამიანი თქვენზე. ნახოთ ამ ადამიანის გრძნობები თქვენს მიმართ. მეგობრებო, ეს ადამიანი ცოტა როგორ გითხრათ, ძალიან თავისუფლების მოყვარული ადამიანია და თუ თქვენ ახლა არ ხართ ერთად, თითქოს ელოდება აი იმ წარსული მომენტების განმეორებას თავის ცხოვრებაში. მიუხედავად იმის, რომ ამ ადამიანს თქვენზე ფიქრები აქვს, ვერ გეტყვით, რომ პასუხისმგებლობას იღებს აი ამ ურთიერთობაზე. ეს ადამიანი შეიძლება არის ისეთი ადამიანი, რომელიც უცებ გამოჩნდება, უცებ დაიკარგება, არაპროგნოზირებადი ადამიანი გყავთ, მეგობრებო, ჩაფიქრებული.
როცა უნდა, რასაც უნდა, იმას აკეთებს და არ არის გამორიცხული, რომ ცოტა ილუზიებშია ეს ადამიანიც და სწორედ ეს ადამიანი გამყოფებით ალბათ აი ამ ილუზორულ მდგომარეობაში, რომელიც თავში აღვნიშნებე და ელოდება რაღაცა აი იმ წარსული მომენტების გამეორებას ეს ადამიანი თავის ცხოვრებაში გრძნობები აქვს, დაგიკონკრეტებთ, მაგრამ ეს გრძნობები არის ძალიან თავისუფალი, რომელიც ჩარჩოებში არაფრით არ მოექცევა და ამ ადამიანისთვის არ არსებობს დოგმები და ჩარჩოები, თქვენ ვერ გათვლით ამ ადამიანს რა მოუწევთ თავში, როგორ გამოხატავს თავის გრძნობებს, ძალიან თავისუფალია გრძნობების გამოხატვაშიც და ექსტრავაგანტური. მოდი ვნახოთ მისი მოქმედება რა იქნება. მზე ისევ მეგობრებო, ამ ადამიანის მოქმედება არის სხვათა შორის ორიენტირებული ისევ თავის თავზე, კეთილდღეობაზე, პოზიტივზე, ძალიან პოზიტიური ადამიანია და მისი მოქმედებაც იქნება იქითკენ მიმართული, რაც მას მოუტანს კომფორტს, კეთილდღეობას, სიხარულს მიანიჭებს, ბედნიერების შეგრძნებას მიანიჭებს. დაგემშვიდობებით პირველებო, მე ველი თქვენს გამოხმაურებას, ჩემთვის იცით რომ ეს მნიშვნელოვანია და იცით რომ უნდა დაწეროთ თქვენი აზრი, რაც მოისმინეთ, როგორ რეზონირდა, უნდა გავიგო ეს ყველაფერი მე და მეგელით კომენტარებში დაგემშვიდობებით პირველებო და მეორეებო მოგესალმებით, ვინც აი ეს ამეთვის დოს ულამაზესი ქვა აირჩიეთ. თქვენ რა ენერგიებში ხართ? რაღაცას ელით, ძალიან დიდ ტრანსფორმაციას გადიხართ. აქ ხართ მოლოდინის რეჟიმში, მეგობრებო, საკმაოდ დიდი სამუშაო გაქვთ ჩატარებული, შეიძლება საკუთარ თავთან, შეიძლება სამსახურში, შეიძლება ფინანსებსაც უკავშირდებოდეს და რაღაც რეზულტატის მოლოდინში ხართ, შეიძლება კონკრეტულად ამ ადამიანთან მიმართებაში რაღაც დიდი ცვლილებები განიცადეთ და სწორედ აი ამ ცვლილებების შედეგს ელით ახლა. რაღაც ძირეულად შეიცვალა ალბათ თქვენს ურთიერთობაში და ვფიქრობთ, რომ ისი აღარ იქნება, როგორც ოდესღაც იყო, რადგან თქვენ აქ ძალიან დიდი სამუშაო გაქვთ უკვე ჩატარებული, თუნდაც საკუთარი თავის შეცვლასთან აი ამ ურთიერთობაში. ნახოთ ამ ადამიანის ფიქრები. ეს ადამიანი გაურებულია, მერყეობს, არ იცის როგორ მოიქცეს, ფიქრები აქვს თქვენთან დაკავშირებით, მაგრამ არ იცის აი ამ სიტუაციაში როგორ გამოვიდეს, აი ამ მერყევი პოზიციიდან, სადაც ჯერ არ არის ჩამოყალიბებული და ჯერ ისევ ფიქრის მომენტშია, დაიწონას პოზიციაშია და არ იცის როგორ გამოვიდეს, როგორ აირჩიოს სწორი გზა და ვნახოთ მისი გრძნობები. მეგობრებო, თქვენ ამ ადამიანისთვის ერთგვარად მიუღწეველი ხართ თითქოს და მიუწვდომელი ხართ. შეიძლება აწონებთ თავს, ეფლირტავებით. ეს ადამიანი ცოტა ეჭვიანობს კიდეც, ფიქრობს, რომ მისთვის მიუწვდომელი ხართ და სხვები შორიდან გეფლირტავებიდან შეიძლება თქვენ აი ამ ურთიერთობაში რაღაც არ მოგეწონათ და სწორედ აი ამის გამო დატოვეთ ეს ურთიერთობა, რადგან თქვენ ხართ ის ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ თავისი აზრი მნიშვნელოვანია და მეორე ადამიანმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ეს. ამ ადამიანის გრძნობებში თქვენ აღძრავთ საოცარ სექსუალურ მიზიდულობას, ძალიან დიდი მიზიდულობა აქვს თქვენი ფიზიკური შეხების, თქვენთან ერთად ყოფნის, ძალიან დიდი სურვილები აქვს ამ ადამიანს, რომელიც გაკონტროლებაც ძალიან უჭირს აი ამ ფიზიკური შეხების და ფიზიკური სიამოვნების თქვენთან ერთად
ძალიან დიდი სურვილები აქვს ამ ადამიანს და კიდევ მოქმედებაც დამიდასტურდა, რომ მისი მოქმედება იქნება, რომ შემოგთავაზოთ, გასეირნება, პიკნიკზე წასვლა, უახლოეს ერთი თვის პროგნოზია, შეიძლება ამ ადამიანმა შეხვედრა გთხოვოთ, სადაც დროს ნამდვილად გაატარებთ საუკეთესოდ, იქნება მხიარულობა, გრძნობების გაცვლა, გამოცვლა, მაგრამ ეს შეხვედრა არ იქნება ისეთი ხასიათი, სადაც სამომავლო გეგმებს დასახავთ. მეორეებო, მადლობა რომ იყავით ჩემთან და მე ველი თქვენს კომენტარებსაც და გადავიდეთ მესამეებო, მოგესალმებით, ვინც მალაქიტის ულამაზესი გული ავირჩიეთ და ვნახოთ თქვენ რა ენერგიებში ხართ. მეგობრებო, თქვენ ახლა იმ პოზიციაში ხართ, როდესაც შეიძლება გქონდეთ რაღაც იმედგაცრუება და პაუზაზე ხართ. ისვენებთ თითქოს, მაგრამ გარკვეული მიჯაჭვულობები მაინც გაქვთ. გარკვეული დამოკიდებულება ისევ გაქვთ შენარჩუნებული აი ამ კონკრეტულ ადამიანთან. ცდილობთ აი ამ პაუზით თქვენ აი ეს ჯაჭვები დამსხვრიოთ, რაც გაკავშირებთ აი ამ ადამიანთან. თითქოს ცდილობთ გათავისუფლდეთ აი ამ მარწუხებიდან, რაც არ გასვენებთ. თუ ეს თქვენია, განაგრძეთ ყურება. ნახოთ ამ ადამიანის ფიქრები. ეს ადამიანი თავის თავთან უღრმავდება ყოველივე აი ამას და განიცდის დიდ ტრანსფორმაციას. ეს ადამიანიც როგორც თქვენ ფიქრის რეჟიმში ხართ, საკუთარ თავში აქვს ძალიან ბევრი წინააღმდეგობები გადასალახი, თუ როგორ შეცვალოს ეს ყველაფერი, როგორ გამოვიდეს აი ამ მდგომარეობიდან, სადაც შემოაღწევს უკვე სინათლის სხივი. ამ ადამიანს სურს ურთიერთობაში განიცადოს ტრანსფორმაცია, გარდასახვა და ფიქრობს როგორ შეცვალოს. ამ ადამიანმაც იცის, რომ თქვენც გსურთ შეცვალოთ ყველაფერი უკეთესობისკენ. და შეიძლება აი ეს ტრანსფორმაცია აი ამას ემსახურებოდეს. მისი გრძნობები ვნახოთ. გრძნობები აქვს ამ ადამიანს, მეგობრებო, თუმცა აქ გვეწვია ბატონი, რომელიც საკმაოდ ემოციურია, შეიძლება ზოგიერთი თქვენგანის ჩაფიქრებული ადამიანი იყოს წყლის სტიქის წარმომადგენელი, იცით რომ ეს შეიძლება იყოს კირჩხიბი, თევზები ან მორიელი, მაგრამ ამაზე ნუ ჩაიციკლებით, უბრალოდ ძალიან გრძნობიარე მამაკაცია, რომელსაც მუდმივად ესაჭიროება თქვენგან ემოციები. მას მუდმივად სურს თქვენგან შექება, მოფერება. ეს ადამიანი, ამ ადამიანს ხოთა შორის იცის, რომ მაინც გაქვთ მის მიმართ გრძნობები და თითქოს გეშინიათ. ეს ადამიანი გრძნობს, რომ აი ამ გრძნობებიდან თითქოს გაქცევა გსურთ და ეს ადამიანი რაღაც მინიშნებებს გააძლევთ, შეიძლება SMS-ებს, შეიძლება გიგულებთ, ფოტოებს, ყოველ შემთხვევაში შორიდან გაკვირდებათ და თქვენც გრძნობთ, რომ ეს ადამიანი მუდმივად აკვირდება თქვენ სოციალურ ქსელს, თქვენს ნაბიჯებს და ერთგვარი შიში გაქვთ აი ამ ყველაფრის. ამ ადამიანს გეტყვით, რომ ნამდვილად აქვს ემოციები და გრძნობები თქვენს მიმართ და მისი მოქმედება იქნება სამიანი კვერთხებით. ეს ადამიანი მონახავს ახალ გზას, გეგმები აქვს, მეგობრებო, ამ ადამიანს თქვენს მიმართ და აუცილებლად შეეცდება გამოვიდეს კონტაქტზე, შეეცდება აი ეს თქვენთან მოსახლოებელ გზებზე იფიქროს და განახორციელოს აი ეს ყველაფერი, თუ როგორ მოვიდეს თქვენამდე. ეს გახდათ ერთი თვის პროგნოზი. იცით რომ შეიძლება 100%-ით არ რეზონირდეს, რადგან ძალიან ბევრი ენერგიები ტრიალებს და საჯარო გაშლა. პირად კონსულტაციაზე შეგიძლიათ მომმართოთ მითითებულ ნომერზე, WhatsApp-ზე, მე თქვენ კომენტარებში გელით. ვინც პირველად ხართ არხზე, მოიწონეთ, გამოიწერეთ არხი, რათა არ გამოგრჩეთ ახალი ვიდეოები. მე თქვენ ყველას ბედნიერებას და ულევ სიხარულს გისურვებთ. მომავალ გაშლამდე გემშვიდობებით, დიდი სიყვარულით, დროებით.